1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩატარებულ რეფერენდუმში, რომლის მიზანი იყო 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა, მონაწილეთა 99%-მა, მათ შორის ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობას. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები მაინც მტკიცე იურიდიულ დოკუმენტად რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ჩატარებული რეფერენდუმის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავრობის ხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 1991 წლის 31 მარტს გაიმართა უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ ქართველმა ერმა აფხაზებთან და ოსებთან ერთად ხმა მისცა და ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ პროცესს სათავეში ედგა და ამ მიღწევას, უდიდეს მიღწევას სათავეში ედგა პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა და ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს თარიღი და სრული პასუხისმგებლობის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა. ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას. ეს სიტყვები საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. საქართველოს ისტორია ერთგვარად მითოლოგიზებულია და ამის ნათელი მაგალითი ზვიად გამსახურდია გახლავთ. იგი იქცა შეურყვნელ მითად, რადგან მოხდა მისი ასოცირება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეასთან. 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და ეს დღე შემთხვევით არ წყულდება საერთო ეროვნულ რეფერენდუმთან. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო არა მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, არამედ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული საფუძველიც გახდა. რადგან რეფერენდუმი გაიმართა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც და ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრივ მთლიანობას მისცა ხმა. განგებამ და ქართველმა ხალხმა ასე ინება და ისტორიის უაღრესად რთულ და საბედისწერო ვირაჟზე ზვიად გამსახურდია სახელმწიფოს სათავეში აღმოჩნდა. ფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის, დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს, დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. ადამიანი, რომლის მთელი მოღვაწეობა სამ ლაკონურ, მაგრამ უაღრესად ტევად სიტყვაში თავსდება. დისიდენტი, პრეზიდენტი, მოწამე. ადამიანი, რომელსაც ბოლო ამოსუნთქვამდე უყვარდა თავისი სამშობლო. ზვიადის სახელი ყმაწვილკაცობიდანვე დამკვიდრდა ქართველი კაცის ცნობიერებაში, როგორც დაუმორჩილებლობისა და ბრძოლის სიმბოლო. მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა საქართველოს სულიერი მისია და კატეგორიულად განაცხადა, ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს და რადგან მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან, დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა საბჭოური, დამყაყებული წყობილების წინააღმდეგ. ამ ბრძოლამ კი ლეგენდარული შარავანდედით შემოსა მისი პიროვნება. ზვიადის ტრიუმფალური პოპულარობის ასახსნელად მისი ქრისტესმიერი ძმის, მერაბ კოსტავას იგავ მიუწვდომელი მეგობრობაც უნდა გავიაზროთ. და მაინც
ვინ იყო ზვიად გამსახურდია? ჩვეულებრივი მოკვდავი თუ ანტიკური გმირების მსგავსი გმირი, უშიში ვითარცა უხორცო, ვისი ამ ქვეყნად მოვლენებაც წინასწარ იყო გადაწყვეტილი იქ, სადღაც ზემოთ, ნისლებით მოფენილ თანავარსკვლავედში, სადაც ადამიანთა, ხალხთა და სახელმწიფოთა ხვედრის გამგებელნი სუფევენ და სადაც იჭედება არესის შეუპოვარ ტაძრეულთა სვებედი. ზვიად გამსახურდია იყო პიროვნება, რომელიც გენეტიკური ფესვებით იყო დაკავშირებული სახელოვან წინაპრებთან. ფარნავაზიდან ივანე ჯავახიშვილამდე. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, ვინაც აღაზევა მთლემარე ეროვნული სული და 70 წლიან წყვდიათში ნალოლიავები თავისუფლების წყურვილი. ზვიადი გახლდათ ბუნებით უაღრესად კეთილშობილი და ჰუმანური ადამიანი, რომელიც მზად იყო მომხდურის მიერ დაშენილი ტყვიებისთვის, ყვავილებით გაეცა პასუხი. ზვიად გამსახურდია ქართველმა ხალხმა ეროვნულ გმირად შერაცხა და ერის მეხსიერების მბორგალ უსასრულობაში უკვდავება მიანიჭა. ამის ხილული დასტური კი გახლდათ 2007 წლის 1 აპრილი, როცა ქართველმა ხალხმა მთაწმინდაზე ააბრძანა სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილი, საქართველოს მტრების მიერ ნაგვემი ზვიად გამსახურდიას სხეული და იქ მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი. აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.